მივიდეთ ახალ არჩევნებამდე სამართლებრივი და პოლიტიკური გადაწყვეტილებების ძიებაში ამ სახელწოდებით შეხვედრა დემოკრატიის კვლევის ცენტრმა გამართა. შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თინა ხიდაშვილმა საზოგადოება საქართველოში მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ საკუთარი ხედვები წარუდგინა. ამასთან სამოქალაქო საზოგადოება განმარტავს, რომ ქვეყანა ახალ პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება და ამ კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია. მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმისა, რა ხდება ქუჩაში, არსებობდეს ნათელი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის მეორე, მესამე, მეხუთე ნაბიჯი იმის შემდეგ, რაც კრიზისის განმუხტვაზე დავიწყებთ მუშაობას. ეს არის სამართლებრივი პროცესის არჩევნებთან დაკავშირებული, ეს არის ინსტიტუციონალური პროცესი არჩევნებთან დაკავშირებული, სუსის როლი, შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი, როგორი უნდა იყოს დემოკრატიული არჩევნებისთვის საჭირო ინსტრუმენტები. ჩვენ ვიწყებთ ამ შეხვედრების ციკლს სხვადასხვა ჯგუფებთან იმისთვის, რომ ვისაუბროთ გამოსავალზე, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას საზოგადოებამ იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად მოვამზადოთ პირობები ახალი არჩევნებისთვის. მათ შორის რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს როგორც ინსტიტუციურ დონეზე, ასევე ვინ უნდა დანიშნოს ჩაატაროს თუნდაც არჩევნები. ახლა რასაც ხედავთ, ეს არის კრიზისი, რომელშიც იმყოფება ქართული ოცნება და ქვეყანა ზოგადად და ეს კრიზისი თან უფრო ხრუმავდება. ამიტომ ამ სიტუაციის მოგვარება შეუძლია არჩევნებს. ეს არის სამართლებრივად და პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ამ სიტუაციაში იყოს მიღებული.